ოდესმე გქონია იმის სურვილი, რომ კუდი გქონოდა. ვინც ის რაში გამოიყენებდი, შეიძლება ხეზე უფრო მარტივად ჩამოკიდებულიყავი და ტოტიდან ტოტზე გადასულიყავი ეგრე, შეიძლება სახლში რამის გამოცხობისას მეტი იარაღი გამოგეყენებინა ერთდროულად, ასე შემდეგ. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ კუდი ნამდვილად გქონდა, სანამ დაიბადებოდი. ანუ კუდი გქონდა მაშინ, როცა იყავი ემბრიონი. ემბრიონი არის ორგანიზმი, რომელიც განვითარების საწყის ეტაპებზეა, დაბადებამდე ან გამოჩეკვამდე. ადამიანის ემბრიონის ზრდის საწყის ეტაპზე მას აქვს კუდის მაგვარი სტრუქტურა. განვითარებასთან ერთად ამ კუდის შემადგენელი უჯრედები გადაადგილდებიან და ქმნიან კუდუსუნს, ჩვენი ხერხემლის ქვედა ნაწილს. და დაახლოებით 8 კვირის ასაკში ემბრიონზე კუდი აღარც კი ჩანს. ადამიანები ერთადერთი არ ვართ, ვისაც ემბრიონის ფაზაში კუდი აქვს. ამ ნიშანს ჩვენ ვიზიარებთ ბევრ სხვა ხერხემლიან ემბრიონთან. ისეთ ცხოველებთან, როგორებიცაა მაიმუნი, თაგვი, კუ ან ქათამი. მეცნიერები ასეთ მახასიათებლებს უწოდებენ ჰომოლოგიურ ნიშნებს. ჰომოლოგიური ნიშნები არის სტრუქტურულად მსგავსი ანატომიური თვისებები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ორ სახეობას ეს ნიშანი საერთო წინაპრისგან აქვს მიღებული. ჰომოლოგიური ნიშნების გამოვლენა მეცნიერებს ეხმარება დაადგინონ, როგორ არიან დაკავშირებული სხვადასხვა სახეობები და როგორ განვითარდნენ ისინი. სახეობებს შორის მსგავსებების საპოვნელად ემბრიონების შესწავლა არის ძალიან გამოსადეგი რამ მეცნიერებისთვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ეს მსგავსებები ზრდასრულ ორგანიზმში აღარც კი ჩანს. როგორც წესი, ახლოს დაკავშირებული სახეობების ემბრიონები განვითარების საწყის ეტაპებზე უფრო აშკარად აჩვენებენ ჰომოლოგიურ ნიშნებს, ვიდრე მოგვიანებით, როცა სხეულის სტრუქტურა სპეციალიზირდება და ემბრიონის განვითარების პროცესში ორგანიზმი განიცდის მრავალ ფიზიკურ ცვლილებას. ზოგი სტრუქტურა ჩნდება, ზოგი კი ქრება. მაგალითად, განვითარების დასაწყისში სპილოს ემბრიონს კისრის არეში აქვს სტრუქტურები, რომლებსაც ფარინგალური რკალები, ანუ ლაყუჩის რკალები ეწოდება. ემბრიონის ზრდასთან ერთად ეს რკალები სტრუქტურულად იცვლება და საბოლოოდ ქმნის სპილოს ყურებს და ყბებს. საინტერესო ისაა, რომ ფარინგალური რკალები აქვს ყველა ხერხემლიან ემბრიონს და არა მხოლოდ სპილოს. თევზებში ისინი ყალიბდება ლაყუჩებად, ხოლო ადამიანებში და ზოგადად ძუძუმწოვრებში ყურებისა და ყბების ნაწილებად, ზუსტად ისე, როგორც სპილოში. მიუხედავად იმისა, რომ ფარინგალური რკალები ემბრიონის განვითარების მხოლოდ ძალიან ადრეულ ეტაპზე ჩანს, ისინი მაინც ჰომოლოგიურ ნიშნებად ითვლება. ეს რკალები მეცნიერებისთვის მტკიცებულებაა იმის, რომ ყველა ხერხემლიანს ადამიანიდან თევზამდე საერთო წინაპარი ჰყავდა. ზოგადად, რაც უფრო შორს არიან ერთმანეთისგან სახეობები ნათესაობაში, მით ნაკლები ჰომოლოგიური ნიშანი უჩნდებათ. როგორც ემბრიონის განვითარებაში, ასევე ზრდასრულ ორგანიზმში. ხოლო უფრო ახლო ნათესაობაში მყოფებს უფრო მეტი მსგავსი ნიშანი აქვთ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კუდი არ გაქვს, ემბრიონულ განვითარებაში ჰომოლოგიური ნიშნების შესწავლა აჩვენებს, რომ ადამიანები ევოლუციის გზით უამრავ სხვა კუდიან არსებასთან ვართ დაკავშირებული. ჩვენი ადრეული განვითარების ეტაპები ჯერ კიდევ ატარებენ ნიშნებს ჩვენი საერთო ევოლუციური ისტორიიდან.